2008 წლის 8 მაისს რუსთაველზე მაკდონალდსთან ახლოს ღამის დაახლოებით 2:30-ზე პოლიციელმა აბუაშვილმა გიორგი გამცემლიძის გადაადგილება საეჭვოდ მიიჩნია და მხოლოდ ამ ვარაუდის გამო გამცემლიძე დამიზნებით მოკლა. არ ყოფილა არც ერთი გამაფრთხილებელი გასროლა. საქმე გვაქვს მოუმზადებელ მერაბიშვილის მიერ შექმნილ საპატრულო პოლიციასთან. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა რიგითმა უნდა იცოდეს ძირითადი კანონები, რომ პირველად უნდა წინ უძღოდეს გამაფრთხილებელი შეძახილი და შემდეგ გამაფრთხილებელი გასვლა, რაც არც ერთი არ იყო გამოყენებული ჩემი შვილის მკვლელობის შემთხვევაში, უბრალოდ ესე დაუმორჩილებლობის გამო პირდაპირ დამიზნებით ესროლა. სასამართლომ აბუაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება სამოქალაქო სასჯელს, აქ პოლიციელ აბუაშვილს 40,000 ლარზე ცოტა მეტი დაიკისრა. 40,000 ლარი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის სანაცვლოდ. ერთი ტრაგედია, რომ შულს გიკლავენ და ფიზიკურად აღარ ყავს, მაგრამ აი ის, რომ სამართალი არ არსებობს ქვეყანაზე, საერთოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შუქტარი დედა მიდიხარ და დაცინვის ტოლფასია ის სასამართლო პროცესი, მით უფრო როცა ეცნობი მასალებს და ხედავ, რომ იმათი გამოცხადებული კრიმინალი, იმათი გამოცხადებული დამნაშავეთა ბანდა რეალობას არ შეესაბამება საქმის მიხედვით. ქართული მართლმსაჯულების სამარცხინოდ უნდა ითქვას, რომ უდანაშაულოდ მოკლული გიორგი გამცემლიძის წინააღმდეგ ჩვენებას მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები აძლევდნენ. ძალიან ბევრი მოწმე იყო, რა თქმა უნდა არ დაკითხა პროკურატურამ და შეიძლება დაკითხა და არც ჩადეს საქმეში მათი ჩვენებები, იმიტომ რომ არ აწყობდათ რეალური სურათი, რომ დახატულიყო. გამცემლიძის მკვლელობის კვალიც გორგასლის ქუჩისკენ მიდის. იქ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი შენობა იყო განთავსებული. დედა, რომელიც იმ დაგებული გზით მივდივარ შვილის სასაფლაომდე, აი ესე თვალები ახვეული არ უნდა ვიყოთ ქართველები და უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერს კარგს არ მოიტანს ეს რეჟიმი და ეს რეჟიმი უნდა დაამთავრდეს, რაც შეიძლება სწრაფად. მაღალი რანგის პოლიციელები საქმის მისაჩუმებლად ყველა ხერხს მიმართავდნენ. პატრულის იმიჯის შენარჩუნების სანაცვლოდ ახალგაზრდა ადამიანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა დასწამეს. ის შიში, რომელიც ყველა მშობელის გულშია ჩაბუდებული, სახში ჯდომით ამ შიშს ვერავინ ვერ მოიხსნის.